გვეუბნებიან, რომ დავამრგვალოთ 24259 უახლოეს ასეულამდე. მოდი სანამ დავამრგვალებ ამას, ავიღებ რიცხვი ღერთს და შინაარსს დავაკვირდები საერთოდ დამრგვალების, რატომაც არა. აღვნიშნავ ამაზე 24000 24000, ანუ შემდეგ 24100, 24200, ალბათ ამჩნევთ რომ ასეულებით ვაკეთებ აქ განსხვავება ასეულებში არის 24300 და პრინციპში მეტი არ გვინდა, მაგრამ იყოს 24400. ახლა სად არის აქ 24249? ნუ, უნდა იყოს 24200-სა და 24300 შორის. ახლა ზუსტად შუაში იქნებოდა 24250. მაგრამ 59 არის, ამიტომ იქნება შუაზე ოდნავ მარჯვნივ, სადღაც აქ. ესე იგი, აი ეს ტიპი არის 24259. კი ბატონო. ახლა უახლოეს ასეულამდე დამრგვალება რას ნიშნავს? მე რადგან ვამრგვალებ ასეულამდე, ესე იგი, უნდა მივაკუთვნო ან 24300, ან 24200, ანუ ერთ-ერთად უნდა გადავაკეთო ეს ჩანაწერი, ხო? და იმას მივაკუთვნებ, ანუ იმ ჩანაწერად ვაქცევ, რომელთანაც უფრო ახლო. ანუ ასეულებამდე დავამრგვალებ. ასეულის თანრიგს დავტოვებ, მაგრამ ასეულების თანრიგის იქით მარჯვნივ ყველაფერი 0 იქნება. ახლა რადგან უფრო ახლო არის 24300-თან, ამიტომ ეს 24249 დამრგვალდება ასეულებთან, ასეულებამდე 24300. ახლა ეს არის უფრო ვიზუალური მხარე გააზრების. ახლა მოდი ალგებრულად, მათემატიკურად შევხედოთ რა ხდება უფრო. გადმოვწერო ისევ 24249-ს და რა შემთხვევაში ვამრგვალებ ახლა ამას მე მეტობით. ანუ ეს ხომ მეტობით დამრგვალდა, ანუ უფრო ზემოთ დამრგვალდა, ხო? 2 გახდა 3. ესე იგი, ახლა ჩემი ასეულების თანრიგი ხომ არის ეს? როგორ ვიქცევი? ვაკვირდები ასეულების თანრიგის, ანუ ასეულებამდე მინდა დამრგვალება და მაგიტომ ასეულების თანრიგის მომდევნო თანრიგს, ათეულების თანრიგს ამ შემთხვევაში და ვამბობ. თუ ეს თანრიგი არის, თუ არის 5, ანუ ამ თანრიგზე თუ არის 5, ან მეტი, ვამრგვალებ მეტობით. ესე იგი, რადგან ასეულების თანრიგის მომდევნო თანრიგზე დაგხვდა 5 ან მეტი, ამ შემთხვევაში 5, ამიტომ არის სწორედ რომ დავამრგვალეთ 24300-მდე, ანუ მეტობით. ახლა ამის ნაცვლად რომ მქონოდა 24249, რომელიც სხვათა შორის იქნებოდა შუასთან ძალიან ახლოს, მაგრამ ცოტა უფრო მარცხნივ, ეს იქნებოდა 24000 უფრო სწორად 49. ეს რომ მქონოდა, შევხედავდი ასეულების თანრიგზე მინდა დავამრგვალო, ამიტომ მაგის მარჯვნივ რა რიცხვი მაქვს? მაგის მარჯვნივ მაქვს 5-ზე ნაკლები, ხო? ეს არის 4 ნაკლებია 5-ზე, ეს დავწერე უბრალოდ. ანუ ნაკლები მაქვს 5-ზე. რადგან ნაკლები მაქვს 5-ზე, წესი არის რომ უნდა დავამრგვალო ნაკლებობით. ამიტომ მექნებოდა 24200. აი სწორედ ეს არის დამრგვალების შინაარსი.